მღვდელი პოეტი, მოძღვარი, რომლის სულიერი ცხოვრება ლოცვასთან ერთად პოეზიაც არის. ის ყველაფერზე წერს, განსაკუთრებით კი მთასა და ბუნებაზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის ფაქტია, რომ გუდამაყრელი დეკანოზის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს მთელ საქართველოში მღერიან. არიცის რომ ამ სიმღერის ტექსტის ავტორი მოძღვარია, ჯვრის მამის დეკანოს თავმას ჩოხელის წუთისოფელი დათო კენჭიაშვილმა 1 წლის წინ იმღერა. თავად მომღერალიც საკუთარი რეპერტუარიდან ამ სიმღერას ყველაზე მეტად გამოარჩევს. ისეთ ლექსებს წერს, რომ მართლა გულზე მალამოთედება ყველაფერს და გადავწყვიტე, რომ მის ლექსზე ჩამეწერა სიმღერა. ძალიან ბედნიერი ვარ, ხოთა შორის ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა. რაც ძალიან მახარებს. გუდამაყრელი დეკანოზი უმეტეს დროს ეკლესიაში ატარებს, სულიერი ცხოვრების პარალელურად მოძღვარი წერს, ყველაფერზე რაც მთასა და ბუნებასთანაა კავშირში. ამ პატარა ოთახში განლაგებული უძველესი მთის ნივთები მამაოს ლექსებში ხშირად ცოცხლდება. მთაში სუნთქვა შენია, ვადაჯვრიანი მახვილი ომში არ მოგისვენია, საქმენი სავაშკაცონი, მთას მოუთმენლად გელიან, უნდა დასტოვო სიცოცხლე მოგიხმობს არა გველია. ლექსები ისე არიან, როგორც აი შენი საკუთარი, შენი შექმნილი შვილსავით, ახლა მთლად შვილსავით არა, მაგრამ შენი ოჯახის წევრივით არის და აი განუყოფელია შენგან ეს ლექსი ძვირფასია შენთვის და შენი ნაწილია. დეკანოზი თავმაზი ჩოხელი ჩვენი პოეტია. თავმას ჩოხელს როგორც პოეტ მოძღვარს საპატრიარქოშიც იცნობენ. მამა თავმასის პირველი ლექსი გუდამაყრელი კახა მანგოშვილმა იმღერა, მას შემდეგ სიმღერა ყველასთვის საყვარელ მელოდიად იქცა. მალე მსმენელის საკუთრება გახდება იავნანა, რომელიც თავმას ჩოხელმა მამებს მიუძღვნა, რატო არ ჩვეძეს სიმღერა სტუდიაში უკვე წერს. ასათვის ცნობილია ძალიან ბევრი ნანა, თითქმის სრულდება დედა უმღერის ყოველთვის, როგორც ბუნებრივია და როგორც წესია ბავშვს, მაგრამ სულ ორი სიმღერა არსებობს, რაც მე გამიგია, აი ესე მამის იავნანა ვთქვათ და ჩვენს რა ვიცი, შექმნით თაზე შეყვარებული პოეტის ლექსებზე სულ 6 სიმღერა შეიქმნა, უახლოეს მომავალში კიდევ 3 ჩაიწერება.